მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ, იმიტომ რომ მეუცნაურა ნამდვილად კვირების მანძილზე პოლიციელები იცავდნენ ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და სიმშვიდეს და მშვიდობიან ცხოვრებას. ღიაობით ცნობილი ვარ და ცუდი საუბარი იცისო ჩემზე ამბობენ, მაგრამ მე არ მაქვს პირადად იმის მოლოდინი, სწორად გამიგეთ, რომ თქვენ მე დამიცავთ, ეს დაცვა არც მჭირდება. მაგრამ ლომჯარი ამბობდა, რომ მე თქვენი დამცველი არა ვარ და თქვენ ხართ ჩვენი დამცველი? თქვენ მე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მეტნაკლებად გიცნობთ და ღირსებით სავსე ადამიანი გახართ, პროფესიონალიზმი არ გაკლიათ. ალბათ ეს სტაფის ბრალია. ხომ არ მუშაობთ ისევ თქვენ ქალბატონი მაგნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად? მაინტერესებს ისევ ამ ხალხთან ერთად მუშაობთ, ჩაატარეთ რეორგანიზაცია თუ არა? თუ ჩაატარეთ, მაშინ რატო ვერ ხედავთ მარიამ ლაშხის შვილებს, რომელსაც ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა? რატო ვერ დაინახეთ, რომ ლაითურის ციხე აშენდა? რატო ვერ გხედავთ ჩვენ? ან გითხარით, რომ არა ხართ ჩვენი ომბუდსმენი? თქვენი ანგარიში არ იყო ყველა სახალხო დამცველის, ყველა მოქალაქის დამცველის ანგარიში. ის შეურაცხყოფები და ასე შემდეგ უპატივცემულობები, რაც ამ ხნის განმავლობაში ჩემი კოლეგების და საერთოდ სახელმწიფო სისტემაში მომუშავე ადამიანების მიმართ ხორციელდება, ნამდვილად არ არის აუღნიშნავი არ უნდა დარჩეს და ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ეს როგორც მინიმუმ ფაქტი მაინც დაგესახელებინათ. ასეთი შთაბეჭდილება რჩება, ოპოზიცია რო არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვეტეთ ჯაური იყავით, მაგრამ რატომღაც ასეთი შთაბეჭდილება იქნება, რომ როდესაც მე ანგარიშს წარმოვადგენ, უნდა ვისაუბრო რაღაც პოზიტიურ საკითხებზე და მაინც და მაინც ანგარიში, რომელიც მე გითხარით 400 გვერდიანი არის, იქ დაახლოებით 30 ჯერ აბზაცი იწყება, რომ მისასალმებელია, რომ დადებითად ვაფასებთ, მაგრამ შეგნებულად მოხსენებაში ეს ნაწილებები არ გადმომიტანია. და არ გადმომიტანია იმიტომ, რომ თქვენი ყურადღება გავამახვილო პრობლემურ საკითხებზე. სახალხო დამცველი თუ გამოვიდა და ისაუბრა, რა კარგად არის ქვეყანაში საქმე, მე მგონი ის საერთოდ არ უნდა იყოს სახალხო დამცველი, ხო? მე ასე ვფიქრობ.